ელზას ცხოვრება დაუსრულებელი ტანჯვაა. ის სკოლიოზის მძიმე ფორმით დაიბადა. ხერხემალი იმდენად გამრუდებული აქვს, რომ ტკივილისგან თვალთ უბნელდება. ფილტვები ეკეტება და ამოსუნთქვა უჭირს. უზარმაზარი კუზი ძილის, სუნთქვისა და სიარულის საშუალებას არ აძლევს. ასეთი დაზიანებული ხერხემლით ელზას ძველ დამტვრეულ დივანზე ზინავს. მთელი ღამე ტკივილისგან კვნესის. აბები არ შველის. ექიმთან წასასვლელი ფული კი არ აქვს. მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობა და ინვალიდობის პენსიაა. ეს თანხა მკურნალობისთვის არ კმარა. საბრალოს დიაბეტის აქვს. სახლში შაქრის დონის გასაზომი ჩხირები დაუმთავრდა. წამლები არ აქვს და მათი ყიდვის საშუალებაც არ გააჩნია. შეხედეთ, რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი. სახლში ფანჯრები ჩამტვრეულია, კედლებში ნახრეტებია, ელემენტარული კეთილმოწყობაც კი არ აქვთ. მეგობრებო, ჩვენ იმიტომ გიყვებით მსგავს ისტორიებს, რომ გული გაუხსნათ უფალს და სხვისი გასაჭირი საკუთარივით განიცადოთ. ღმერთი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვაჩვენოთ სინამდვილეში ვინ ვართ და ხმარება მათ სასწრაფოდ სჭირდებათ. თქვენც ხომ ხედავთ, რა სავალალო მდგომარეობაში არიან ჩვენი თანამემამულეები. ნუ დატოვებთ მათ ბედის ანაბარა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.